ძალა და ღირსება მეგობრებო. ამ სიტყვებს ხშირად ხმარობდი საერთოდ ჩემი YouTube არხის სახელი არის ძალა და ღირსება. ანუ შეცდომით რომ სხვანაირად არ გაიგოთ ეს ძალა და ღირსება რაღაცა ისეთი გაგებით არ მაქვს ნახმარი რომ აი ძალა და ღირსება და რაღაცა აგრესიული ასე ვთქვათ ქვეტექსტი არ აქვს ამას რაღაცა ღირსებაზე არ შემეხოს და ჩემ ღირსებას დავიცავს მაოდან არაფერი მსგავსი ღირსებაში გულისხმობ იმას რომ ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს უღირსის აქციელი თუნდაც ის მარტო იყოს გაუფრთხილდეს სხვის ღირსებას არავის არ შეეხოს ზედმეტად და იყოს კეთილი არ ვიცი არ მოიტყუოს არ მოიპაროს როგორც ერთი ევროპელი მწერალი ეძახა არ მახსოვს ახლა ვერ ვიხსენები ზუსტად სახელს ამ ევროპელი მწერლის ეს რაღაცას ამბობს რომ ღირსეული ადამიანიო ნამდვილი ღირსეული და კულტურული ადამიანიო სხვისო მაშინაც კი არ გამოიჩიჩქნის როდესაც ის მარტო არისო ანუ ხდებით ხო რა ღირსებაზე მაქვს ლაპარაკი ანუ ეს რაღაცა რა ვთქვა თითიდან გამოწვეულ ღირსებაზე არ ვსაუბრობ და ძალას რაც შეეხება ნუ ძალა აუცილებელია ძალა უნდა ქონდეს ადამიანს პირველ რიგში უნდა ქონდეს რა თქმა უნდა სულიერი ძალა სულიერი მტკიცება და წინააღმდეგობის ძლიერი უნარი იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი იდეოლოგია ნებისმიერი მანიპულაცია ასე ვთქვათ ადვილად გადაგხრის აქეთ თუ იქით ანუ ადვილად მანიპულირებადი რო არ იყოს ადამიანი უნდა ქონდეს ძალა რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ქონდეს სულიერი ძალა თუმცა ფიზიკური ძალაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მით უმეტეს მამრისთვის მამაკაცისთვის აუცილებელი არის მნიშვნელოვანი კი არა აბსოლუტურად აუცილებელი არის ფიზიკური ძალა ასე რომ ისევ და ისევ ძალა და ღირსება strength and honor ახლა დღევანდელ მოგზაურობას რაც შეეხება დღევანდელ გასვლას უკავშირდება ერთ პიროვნებას რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა ზამთარში შეემთხვა ავარია აღარ მახსოვს ზუსტად რომელი თვე იყო და დაიდო ჯგუფში ინფორმაცია რომ აი ესე და ეს ამ ჯგუფის სისხლი ესაჭიროება ახალგაზრდა 21 წლის ახალგაზრდას კაცს ხოდა რადგანაც ზუსტად ეს საკმაოდ იშვიათი ჯგუფის სისხლი მაქვს პირველი უარყოფითი გადავწყვიტე რომ ჩავალმეთქი იქნება რაღაცნაირად ამ ადამიანს დავეხმარობდე რამით ახალგაზრდა კაცი არის ახლა მასაკოვანის რო ყოფილიყო რა თქმა უნდა უარს არ ვიტყოდი ამაზე მაგრამ ახალგაზრდა კაცი ახლა ისედაც სიმცირით გამოვირჩევით და ვიფიქრე რომ მეთქი პატარა წვლილს თუ შევიტან ამ ადამიანის გადარჩენაში ძალიან სასარგებლო და კარგი საქციელი იქნება მეთქი ღირსეული
ნუ მართლა წავედი. ეს ადამიანი გადარჩა, თუმცა ახლახანს 4 აგვისტოს ხო, მეგონი გარდაიცვალა სამწუხაროდ. მაინც ისეთი ტრავმები ჰქონდა მიღებული, რომ ბოლომდე ვერ შეძლო აღდგენა და მოშუშება ამ ტრავმების. ხოდა ეხლა დაიგე ჯგუფში ესეთი ინფორმაცია, რომ იქნებაო ვისაც მოტოციკლეტები ყავთო, გავაცილოთო, ოჯახის სურვილი არისო და გავაცილოთო ბოლო გზაზეო მოტოციკლეტებით, ძალიან უყვარდაო. მართლაც მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მძიმე გადაიტანა ტრავმა, მაინც სულ რაღაც მოტოციკლეტებზე დებდა ვიდეოებს და მეტყობოდა ადამიანს, მე პირადად არ ვიცნობდი რა. მეტყობოდა ამ ადამიანს, რომ მართლაც უყვარდა მოტოციკლეტები. არასდროს არ მიმიღია მსგავს ცდილობებში მონაწილეობა, მაგრამ ახლა ეს გადავწყვიტე რაღაცნაირად რაღაც გადაკვეთა უკვე ახლა მქონდა ადამიანისთვის სისხლს რო გაიღებ, რაღაცნაირად თითქოს ახლობელი ხდება შენთვის ეს ადამიანი, ხო და? ეს გადაწყვეტილება მივიღე მოკლედ ახლა. იქიდან გამომდინარე, რომ რაიმე საინტერესო არ გადამხდენია გზად, პირდაპირ აეროპორტის ტრასიდან გავაგრძელე ვიდეო. როგორც შევატყე, სასწრაფოს მანქანამ მცირედ დაუსვა ავტობუსს, რაღაცა შეფეთქება მოხდა გზაზე. აქ ისე მოხდა, რომ გადასასვენებელი მანქანა შემოხვდა გზაში. ანუ ახლოს ვიყავი სახლთან და შემდეგ როგორც გაირკვა, ადრე გადმოასვენეს მაცივრიდან და რო არ გამოყალიყო, ადრე მოუწიათ გამოსვენება შედარებით ალბათ 9 საათით ადრე. მე მაინც ავედი, რა თქმა უნდა, ზემოთ ავედი. ნახე იქ ახალგაზრდა ოჯახის ახლობლები, მეგობრები. აქ ერთ მომენტში ცოტათი ავწდი გზას და შეჩერება მომიხდა.
შენი კიდეა. ზემოთ არიან ხო? ზემოთ არიან ხო მოტოციკლი? მოტოციკლეტებით? კი. კარგით. აქ რაღაც გასაღები გამოტანა, სახლის გასაღები. და იქ მართლაც ზემოთ დაახვდნენ ორი თუ სამი ბაიკერი. დაურეკოთ ამას არ არის. აქ ავწდით ჩამორჩით ცოტათი პროცესიას და სხვა გზით მოგვიწია შემდეგ დაწევა. საინტერესო ესე იგი ორი მოტოციკლისტი ვართ მარტო. როგორც აღნიშნეთ, ცოტა ადრე გამოვიდა პროცესია და ამან რაღაც გაუგებრობა შეიტანა და ზოგიერთი ბაიკერი ჩამოხრჩა და დაიკარგა საერთოდ. ბოლოსკენ პროცესიას გამოვასწარით, რომ იქ სასაფლაოზე დავხვედრებით არ იყო მაინც და მაინც ბევრი ხალხი. უმეტეს ერთი მოტოციკლეტი გამოვიდით. შემდეგ მოვიდა და სამი ბაიკერი. შემდეგ იყო სამწუხაროდ შედგა ის მსვლელობა, როგორც იგეგმებოდა. გამძიმებული გულით დავტოვე სასაფლაო. ძალიან ცუდი ადამიანი რო უდროთ იღუპება, მით უმეტეს ახალგაზრდა 22 წლის ადამიანი. კიდევ ერთხელ ჩავფიქრდი, რომ ადამიანი უნდა ფრთხილად იყოს ყოველთვის ტრანსპორტით გადაადგილებისას, განსაკუთრებით
როდესაც მოტოციკლებით გადაადგილდები, ორმაგი კი არა, ალბათ 100 მაგის სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ყველანი დავტოვებთ ამ ქვეყანას, მაგრამ დროულად ჯობია ყველაფერი. არ შემიძლია არ გამოვხატო მადლიერება იმ ცნობის ღოლების მიმართ, რომელიც ესე გზას მithმობდნენ, წერდნენ მანქანებს მარჯვნივ, კიდურესად მარჯვნივ და პორტოფელად განავლო. ძალიან დიდი რესპექტი ყველას. არ ვიცი, ეს მონაკვეთი ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი აქედან რომ შევდივარ, ესე იგი ამ მოსახლეში. უკვე თითქოს აი გარეჯი იწყება, ესეთი განცდა მაქვს და რაღაცა ის საოცარი სიმყუდროვე შემოდის ჩემს არსებაში. ძალიან მიყვარს ეს მონაკვეთი, რა ვიცი, რატო. ყველა მონაკვეთი ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს რაღაც გამორჩეულად მიყვარს.